მომებით ძალიან დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. ალბათ ზოგადად საქმის კურსში ხართ, თუ ვის ხვდებით და რატომ ხვდებით, ძალიან მოკლედ გეტყვით რომ ჩვენ და Prime Time-ის პრეს ცენტრმა, თუ შეიძლება პრეს კლუბმა, გავაფორმეთ რაღაც აზრით მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ ყოველთვიურად ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ რაღაც აზრით საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებას, მთელი თვის მონაცემების გაცნობას და მეორე მხრივ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ყველა თქვენგანისთვის, ძალიან საინტერესო პროექტი, თვეში ორჯერ ჩვენ წარმოვადგენთ ღირსშესანიშნაობებს და რაღაც აზრით თქვათ სიახლეებსაც კი ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, ამას თვითონ უშუალოდ ბიბლიოთეკის თანამშრომლები გააკეთებენ და მე ვფიქრობ რომ აი იმ იშვიათი მასალების გაცნობა გნებავთ რარიტეტულის, გნებავთ თუნდაც არარარიტეტულის, რაც ინახება ბიბლიოთეკაში, იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ბიბლიოთეკას დღემდე რაც აკლდა, ალბათ ყველაზე უფრო აკლდა საჯაროობა, თორემ საქმე ბიბლიოთეკაში აქამდეც კეთდებოდა და კეთდებოდა საკმაოდ ეფექტურად. რაც შეეხება მთავარ ნაწილს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის, ბუნებრივია ეს ითვალისწინებს ჩვენი ზოგადი გეგმების გაცნობას, ეს გეგმები ბუნებრივია კონკრეტიზდება და ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ რომ თქვენთან ვითანამშრომლოთ და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია თუ რა კეთდება, რა გაკეთდება ან თუნდაც რა კეთდებოდა ბიბლიოთეკაში. შესაბამისად, ჩვენ მე კიდევ ხალხს უსვამ იმას, რომ ბიბლიოთეკა, რომლის სახელიც ადრე იყო საჯარო, იყო საჯაროობას მოკლებული და დღეს მე ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სწორედ აი ამ პრეს კლუბში ჩვენი მოღვაწეობის დაწყება. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მე რამდენიმე პუნქტად შემოგთავაზებთ ამ ყველაფერს და თქვენ შეგიძლიათ ბუნებრივია კითხვები დამისვათ მეც და ჩვენი დირექტორატის წარმომადგენლებსაც, თითქმის ყველა დეპარტამენტის კი არა, ყველა დეპარტამენტის დირექტორია აქ წარმოდგენილი. ეს არის ერთგვარი სინდიკატი, თუ შეიძლება ის თქვას, შეიძლება ბევრ მათგან სხვადასხვა მოსაზრებები ქონდეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ის მთავარი მისია, რაც არის ქართული ეროვნული ბიბლიოთეკის თქვათ განვითარება, ერთობლივად მივაღწიოთ ამ მთავარ მისიის შესრულებას და შესაბამისად ეხლა ამ წუთას მე წარმოგიდგენთ იმ ზოგად გეგმას, რაც გვაქვს ბიბლიოთეკაში. თავისთავად ჩვენი უმთავრესი მოვალეობა არის თქვათ ეროვნული ბიბლიოგრაფიის შენახვა და თემატიზაცია. ამ ხრივ იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია, ჩვენ გვინდა თემატური კუთხეების გამოყოფა ბიბლიოთეკაში, თქვათ როგორც არის გნებავთ ამ წუთას მოქმედი American Corners, ჩვენ გვინდა რომ თქვათ ეს იყოს ბიზნეს მიმართულებითაც განვითარებული, ან გნებავთ თქვათ თუნდაც საფეხბურთო ლიტერატურას კონდეს ცალკე, აბსოლუტურად ცალკე განყოფილება და ეს გააადვილებს თავისთავად მკითხველის ინტერაქციას, მკითხველის მიმართებას ბიბლიოთეკასთან. მთავარი ალბათ რაც ჩემს დანიშვნას მოყვა მოლოდინები იქიდან გამომდინარე, რომ მე როგორც მოგიხსენებათ ელექტრონულ ლიბჯებს მართავდი 6 წლის განმავლობაში, ეს არის ელექტრონიზაციის კუთხით, დიგიტალიზაციის კუთხით აქტივობა და ამ ხრივ ჩვენ გეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული იყო უკვე ბიბლიოთეკაში, ამ თვალსაზრისით უბრალოდ ამის უფრო ეფექტურ ყალიბში ჩასმა არის საჭირო. და პირველ რიგში საწყის ეტაპზე თავისთავად ჩვენ გეგმავთ რომ გავაციფროთ ის გამოცემები, მე ვგულისხმობ მე-19 საუკუნის გამოცემებს, იქნება ეს პერიოდიკის მასალა თუ ჩვეულებრივი ტიპური კლასიკური წიგნები, რომლებიც რაღაც აზრით შეიცავენ საფრთხეს, ან რარიტეტული არიან, ან შეიძლება დაექვემდებარონ ადრე თუ გვიან იშვიათი წიგნების კატეგორიას. გაციფრება მოხდება, თქვათ, სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით, მოგეხსენებათ, რომ თქვათ FineRider-თან მიმართებაში საქართველოში არსებობს პრობლემა, ანუ როგორც წესი ძველი წიგნების წაკითხვის და გადატანის მეთოდები არ არის ტექნიკურად შესაბამისად ათვისებული და მხოლოდ აკრეფით ხდება ხოლმე გადატანა და ნუ ამაზე მუშაობთ, რომ ან შევიმუშაოთ ამ ტიპის ტექნოლოგიები, ან გავიმარტივოთ გზა იმ თვალსაზრისით, რომ სხვებმა მოვყიდონ ამაზე ლიცენზია და ნუ როგორც სოფლიო ბიბლიოთეკებში ხდება, ჩვენ გვინდა ნელ-ნელა დავიწყოთ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემების შენახვაც კი, ეს იქნება ბლოგები თუ თქვათ სხვადასხვა ტიპის გამოცემები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გეგმავთ საძიებო სისტემის გააქტიურებას. თქვენ ადრე თუ გვიან თქვათ კატალოგების ელექტრონიზაციასთან ერთად ადრე თუ გვიან შეგეძლებათ, რომ სახლიდან გამოიწეროთ წიგნი, სახში კი არ მოგივათ, უბრალოდ შეუკვეთოთ და როცა მიხვალთ პირდაპირ თქვათ ბიბლიოთეკაში უკვე დაგხვდებათ ის შესაბამის ნომერზე გამოწერილი. ასევე გეგმავთ საერთო საძიებო სისტემის შექმნას, იგულისხმება არა მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული ბიblioteka უნდა იყოს რეკომენდატორი სხვა ბიბლიოთეკებისთვისაც და არა მარტო ბიბლიოთეკებისთვის, არამედ მუზეუმებისთვის და თქვათ უნივერსიტეტებისთვისაც და ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ერთობლივი მოდელი თუ როგორ შეიძლება თქვათ ადამიანი მომხმარებელი პოტენციური მკითხველი ეძებდეს ამა თუ იმ წიგნს სხვადასხვა დაწესებულებაში ერთ საძიებო სისტემაში. ჩვენ თქვათ ვფიქრობთ და მიგვაჩნია რომ ბიბლიოთეკა არ უნდა იქცეს მხოლოდ და მხოლოდ წიგნის
წასაკით ადგილად და ეს პრეცედენტები და ეს გამოცდილებები მსოფლიო ბიბლიოთეკებში უკვე აქვს და ვფიქრობთ რომ გაკეთდეს ძალიან აქტიური სივრცე ერთი მხრივ უკვე კეთდებოდა თავისთავად რაღაც აზრით გამოფენები ვთქვათ პრეზენტაციები და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ გვინდა ამის უფრო გააქტიურება ვთქვათ სადისკუსიო კლუბი შევქმნათ თუნდაც იყოს და უკვე გავაფორმეთ რამდენიმე ჟურნალთან ვთქვათ ხელშეკრულება და იმისი ავტორები ვთქვათ იმას იზამენ თავიანთი ავტორების პრეზენტაციას გამართავენ მხოლოდ ეროვნულ მუზეუმში რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ მოვიზიდავთ ამ კუთხით მათ მკითხველს და ასევე გვინდა რომ ვთქვათ გავაკეთოთ მუზეუმი რომელიც ვთქვათ ერთობლივი იდეა იყო ჩვენი წიგნის მუზეუმი ერქვას და იქ გამოვფინოთ არა მხოლოდ ვთქვათ იშვიათი წიგნები არამედ რომელიმე გამომცემლობებიდან ან ვთქვათ ძველი გამომცემლობიდან თუ კი მოვიპოვებთ მასალა ვთქვათ უძველესი ქართული სტამბის აი რაღაცა ნატეხი ან რაღაც ნარჩენი და ასე შემდეგ მე არ გულისხმობ ვთქვათ იმ სტამბებს რომელიც იყო მე-16 საუკუნეში მე გულისხმობ ვთქვათ მე-20 საუკუნის სტამბებს და ძალიან საინტერესოა ამ მხრივ ვთქვათავლაბრის არალეგალური სტამბა რომლის მიმართულებითაც ჩვენ მუშაობთ რომ რაღაც კავშირები გქონდეს ამ თვალსაზრისით გვინდა რომ შეიქმნას ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფი და მე აქვე გთავაზობთ ყველა თქვენგანს რომ შემოგვიერთდეთ მეგობართა ჯგუფი არ არის არავითარი ოფიციალური ორგანო ეს არის რაღაც ზოგადი ამხანაგობების ტიპის ორგანო რომელიც ითვალისწინებს ერთი მხრივ რეკომენდაციების გაცვლა გამოცვლას ერთმანეთთან მეორე მხრივ დახმარებას თავისთავად თქვენ რითაც შეგიძლიათ მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ფულად დახმარებას შეგიძლიათ თქვა დაგვეხმაროთ იმ თვალსაზრისით რომ ერთი მხრივ უფრო აქტიური გახადოთ როგორც მედიის წარმომადგენლება პროცესი ბიბლიოთეკაში და მეორე მხრივ თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე რომ თქვენ ძალიან კარგად იცით დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნები და ზუსტად იცით ის პულსი რითაც ვთქვათ საზოგადოების მაჯისცემა ხასიათდება რაც შეეხება ვთქვათ უცხოეთთან მიმართულებას ამ ხრივაც იყო აქამდე რაღაც ნაბიჯები გადადგმული ჩვენ გვაქვს რამდენიმე მემორანდუმი გაფორმებული სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან იქნება ეს კონგრესის ბიბლიოთეკა ალექსანდრიის თუ თქვა პარიზის ბიბლიოთეკა მაგრამ ეს მემორანდუმები ვერ ატარებდა გარკვეული მიზეზების გამო აქტიურ ხასიათს და ჩვენ ვფიქრობთ რომ საზღვარგარეთთან მიმართულებაში უნდა გადავდგათ ძალიან ისეთი ეფექტური ნაბიჯები პირველი ნაბიჯი იქნება ის რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას ინფორმაციის ურთიერთგაცვლა გამოცვლასთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაცია იქნება ესეთ რა ქვია დინამიურ რეჟიმში, ერთმანეთთან გაცვლით გამოსული ის გამოცდილებები, რასაც თქვათ, რაც გქონდა და რასაც შევიძენთ ამ პერიოდში ჩვენ მივაწვდით მათ, ისევე როგორც ისინი მოგვაწვდიან, ასევე გვინდა რომ თქვათ, ელექტრონულ კორპუსებზე, უცხოურ ბიბლიოთეკებში ჩვენ გქონდეს წვდომა, ამაზე მიდის მუშაობა და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვინდა ამ ხრივ გავაკეთოთ და რაც შეიძლება ერთი მხრივ ვიღაცას უტოპიურადაც მოეჩვენოს, მაგრამ ჩვენ მუშაობთ ამ თვალსაზრისით არის თქვათ ქართული ბიბლიოთეკის, ეროვნული ბიბლიოთეკის კუთხეების შექმნა სოფლიო ბიბლიოთეკებში, ისევე როგორც ჩვენ თვითონ შევქმნით თქვათ მათ კუთხეებს ჩვენს ბიბლიოთეკაში და ნუ ეს გამოიწვევს თქვათ ამ კავშირის უფრო აქტიურ ფაზაზე გადასვლას. უნივერსიტეტებთან ბუნებრივია ვგეგმავთ საკმაოდ აქტიურ თანამშრომლობას, ეს იქნება თქვათ სტუდენტების მოზიდვის ერთ-ერთი გზა, როდესაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გამოვიწეროთ სხვადასხვა უცხოურენოვანი გამოცემები, თქვათ National Geographic ან New York Times ან თქვათ ეკონომისტი, რომელზეც დიგიტალურ ვერსიებზე უფასო წლომა ექნებათ სტუდენტებს. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უკვე ვთქვათ გამოთქვა ინტერესი, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებთან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ გავცვალოთ უშუალოდ ფონდი, მე ვგულისხმობ ვთქვათ ერთი მხრივ წიგნად, მეორე მხრივ დისერტაციებს, ამ ხრივაც მუშაობს, მიმდინარეობს მუშაობა, ბატონ ლევანი არის, თაქთაქიშვილი ჩართული, რაც შეეხება მომსახურებას, რომელიც ბატონ მერაბი არის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო და ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო, ამ ხრივ უკვე რაღაც ნაბიჯები გადავდგით, ეს არის მხოლოდ ნიუანსური, თავისთავად ანუ თქვათ დავაჩქარეთ წიგნის მიღების პროცესში, თქვათ 40 წუთიდან 25 წუთამდე დავიყვანეთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გვინდა რომ უფრო დინამიური გახდეს, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ როდესაც ბიბლიოთეკაში მოდიხართ, პირველად ხვდებით თავისთავად მკითხველი ხდება მომსახურე პერსონალს და შტაბ-ჭდილებები ძირითადად აქედან იქმნება და არა შემდეგ თქვათ წაკითხული წიგნიდან, რომელიც თქვათ კერძო შტაბ-ჭდილება შეიძლება განეკუთვნებოდეს. ამ ხრივ გვინდა რომ რაღაც აქციები ვაწარმოოთ, გარდა იმისა, რომ ტრენინგს ჩაუტარებთ, თქვათ ბიბლიოთეკის მომსახურე პერსონალს, ეს აქციები იქნება თქვათ დაახლოებით ამგვარი სახის, საბას პრემიის ლაურეატები, თქვათ, ან სხვა პრემიის ლაურეატები, მწერლები თვეში თითო დღეს გახდებიან თვითონ ბიბლიოთეკარები და ნუ ეს შეიძლება თქვათ ჟურნალისტებიც გახდეთ, დიდი სიამოვნებით და ეს თქვათ ერთი მხრივ აამაღლებს ამ თქვათ პროფესიის პრესტიჟს და მეორე მხრივ თქვათ თვითონ უშუალოდ მკითხველისთვის უფრო საინტერესოს გახდის ბიბლიოთეკაში მოსვლის და თქვათ წიგნის გაცნობის პროცესს. ასევე გვინდა რომ თქვათ რაღაც
ტიპის გულსაბნევებიც გავაკეთოთ, როგორც არის ხოლმე სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, თუ ძალიან მარტივი დევიზით, შაბლონით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბიბლიოთეკაში, მაგრამ ეს თავისთავად არ უნდა იყოს ფასადური, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს უნდა ერთოდეს შესაბამისი განწყობა მომხმარებელი იმის რა მომსახურე პერსონალის, რასაც იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მალე მივაღწევთ, ну რაც შეეხება სხვა დამატებით აქტივობებს, ბუნებრივია, ჩვენ უკვე რაღაც მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები და ეს პირველ რიგში შეეხება საბავშვო თქვათ განყოფილების მიმართულება, სადაც გეგმავთ რომ ყოველ თვეში ერთხელ თუ ორჯერ არა, თქვათ გავაკეთოთ შეხვედრა საბავშვო მწერლებთან და ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ ბიბლიოთეკის მომხმარებელი ხდება ადამიანი, თქვათ, რომელსაც აქვს პირადობის მოწმობა, მაგრამ ჩვენ ბიბლიოთეკას შევაჩვიოთ, შეგვიძლია ბავშვები და თქვათ სკოლის მოსწავლეები მანამ, სანამ ისინი თქვათ გახდებიან ჩვეულებრივი მოქალაქე, ან მიიღებენ პირადობის მოწმობას. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ თქვათ მწერლებთან შეხვედრები დავგეგმოთ, ყოველ თვეში ორჯერ მაინც, წიგნის განხილვა და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, რომ წიგნები წარვადგინოთ, თქვათ, ასტრიდ ლინდგენის ძალიან ცნობილ პრემიაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ თქვათ ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე არ მხრდა, ამ წუთას ამ კუთხითაც მიმდინარეობს მის მუშაობა, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს თქვათ პრიორიტეტი, ეს უკვე ცილდება საბავშვო ლიტერატურას დუბლინის პრემიაზე წარდგენის ქართული წიგნის, რომელიც არის უცხოურად თარგმნილი, ანუ ინგლისურ ენაზე გამოცემული, ან თუ რიგ შემთხვევაში არის ასეთი პრეცედენტი, თვითონ ავტორის მიერ არის შექმნილი, ну შესაბამისად ეს მიმართულებები არის პრიორიტეტული ჩვენთვის, ვფიქრობ რომ გეგმა არის ერთი მხრივ ძალიან ზოგადი, მაგრამ კონკრეტული კითხვები შეიძლება თქვენ დაგვადებოდათ, გაგჩენოდათ, რიგ კითხვებზე ბუნებრივია მე გაგცემთ პასუხს, რიგ კითხვებზე სასურველია რომ თქვათ პასუხი გაგცეთ იმ დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომელიც მათ მიემართება ამ შემთხვევაში. ნებისმიერი კითხვისთვის თავისთავად მზადა ვარ. ძალიან დიდი მადლობა. თუ გაგიჩნდათ და თუ ესეთი სუპერ ამომწურავი არ იყო ჩემი პრეზენტაცია. თუ არა და თუ სურვილი ექნება, მე დიდი სიამოვნებით გადავცემდი თქვათ ჩვენი მეგონი ჯობია რომ სათითაოდ გაგვეცნო, ანუ რომელი განყოფილების წარმომადგენელი. რა პრინციპით დავიწყოთ, ეს თვითონ აირჩიეთ. წონის პრინციპით დავიწყოთ, მიმართულებით თუ როგორ. თანამედროვე კონკრეტულად. ხო და თანამედროვე საიდან ავთვალოთ. გიორგი, ნუ ჩავხმავდებით ახლა ამას, დავიწყოთ აი ქალბატონიდან. სოფოსთან მნიშვნელოვანი ალბათ არის ის, რომ ჩვენ გეგმავთ ელექტრონული ფორმატზე ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორი სოფიო გელუკაშვილი. ნუ ჩვენი მიმართულებით, ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, მე ხედვას, სამომავლო ხედვა რა შეიძლება იყოს, მხოლოდ ამას შევეხები, ეს არის საქმის წარმოება, რომელსაც ჩვენი განყოფილებები ახორციელებენ, ეს არის დოკუმენტ ბრუნვა და ჩვენ გეგმავთ, რომ ეს დოკუმენტ ბრუნვა გადავიდეს ელექტრონულად, ანუ მოხდეს ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვა და ელექტრონული ხელმოწერები, ანუ ჯერჯერობით ძირითადი, ანუ გეგმა ამ თვალსაზრისით ეს გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია, რომელიც დიდ ან დროის პრინციპის თვალსაზრისით და ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტი თვითონ მოიცავს, ეს არის ისეთი დეპარტამენტი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეს ვერ გაცდება, ანუ იმპერატიულად მოითხოვს რაღაც საკითხების ისე სწორად შესრულებას, შესაბამისად ჯერჯერობით, ამის განხორციელებას გეგმავთ, ეს არის ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვა. ადლობთ. მე წარმოადგენ მომსახურების დეპარტამენტს, ეს დეპარტამენტი არის უშუალოდ პირდაპირ შეხებაში მკითხველებთან. დაწყებული რეგისტრატურიდან დამთავრებული წიგნის გაცემის პუნქტთან. ბატონო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურე პერსონალმა კარგი ურთიერთობა დაამყაროს მკითხველებთან. მკითხველი, რომელიც შემოვა ბიბლიოთეკაში, უარით არ უნდა გავისწოროთ. მაგრამ არის პრობლემები, ფონდში არის ხარვეზები, ძალიან ბევრი უარები გაიცემა, თანამშრომლები არ არიან ფლად სათანადო დონეზე, არიციან მომსახურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხები, ამავე დროს ისინი არიან მოხელეები, მათ უნდა იცოდნენ კანონებიც,
არ შეიძლება მაგალითად მკითხველი შემოვიდეს და იკითხოს რომ მინდა მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, ესე იგი ჯონდი ბაღათურიას ინტერვიუ და უთხრან რომ ეს ჯონდი ბაღათურიას არ ვიცნობ, თქვა სიტყვაზე ვამბობ. ესე იგი მათ უნდა აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია. მადლობთ.